Hi, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით. მოკლედ ახლა გავრბი ვარ ძალიან მეჩქარება დღეს beauty დღე მაქვს და ჯერ მოწავიდე ეპილაციაზე და მე ფრჩხილებზე და წაიგებთ ჩემთან ერთად. წავედით. ცოტა ქარია გარეთ, მაგრამ ძალიან კაი ამინდია და ძალიან ბედნიერი ვარ მისივანად. 15 წუთი უნდა ვიყო ეპილაციაზე. და ალბათ 1-20 წუთი მინდა გზაში. თითქმის ფრჩხილებში და იმედი რომ მათ დავამთავრებ ვიდრე ძალიან მეჩქარება. ფრჩხილებით გავიკეთე, ნახეთ რა სილამაზე გაჩვენებთ კიდევ უფრო კარგად. და ძალიან ბედნიერი ვარ რა იქ ჩხელებს რომ ვიკეთებ მგონია რომ თავიდან ვიბადები არ ვიცი. ახლა არის 10 საათი, ახლა დავბრუნდი სახლში, რაღაც პატარ-პატარა საქმე მქონდა და ამიტომ ვერ დაგენახე აქამდე. ახლა გაჩვენებთ ჩემს ფრჩხილებს ახლოდან. ნახეთ რა სილამაზე, სისადავე და სინაზეა. მე ზოგადად ფერადი ფრჩხილები არ მეყვარს, ფერადი ლაქი, ამიტომ ყოველთვის ესეთ ნაზ ფერებს ვირჩევ ხოლმე. გადავწყვეტე რომ დღეს გაჩვენოთ ამ ვიდეოში რადევს ჩემს ჩანთაში და იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ. დღეს მეჯერა ეს ჩანთა. ეს არის ქართული ბრენდის ლიკუნას ჩანთა, რომელიც უზომოდ მომწონს და არ ვიცი, ძალიან კომფორტულია. და ახლა დავწყოთ, მოდი. მიკროფონს აი აქ დავუმაგრებ, ხელი არ შემიშალა. ულამაზესი ჩანთაა და აქ კიდევ არ ჩანს კარგად ფერი, მგონი. ნახოთ რადევს ჩემს ჩანთაში. პირველი ეს არის სათვალე, როგორც კი მზემ გამოვანათა, რა თქმა უნდა, მეც ჩემი სათვალე გამოვიღე და გავიკეთე. ზამთარში ნაკლებად ვიკეთებ ხოლმე როგორც წესი. ზოგადად სათვალეებს იმდენად რთულად ვარჩევ, მაქვს სადღაც ალბათ 2-3 სათვალე. მეორე ნივთი ჩემი ჩანთიდან ეს არის საფულე, რომელიც არის ქართული ბრენდის კოსმოს საფულე და არის უკომფორტულესი მართლა. დაახლოებით 1 წელი ავიყენებ, თან შეგიძლიათ სასურველი გამოსახულება ან ინიციალები წარწერა დააგრავიროთ და მე მაქვს ჩემი ინიციალები აქ ესეთი დაგრავირებული და მომწონს. შემდეგი ნივთი არის გასაღები, რა თქმა უნდა და ეს არ ვიცი, უზომოდ მეყვარს, არის ფუმფულა და მიყვარს ძალიან სახუთი, რა თქმა უნდა. უჩის ბალმი, ამ ბალმს ვიყენებ უკვე ძალიან დიდი ხანია და რატომ მიყვარს იცით? ანუ აქვს ოდნავ ფერი და იქიდან გამომდინარე რომ მე ზოგადად ტუჩსაცხებს ძალიან იშვიათად ვიყენებ, კომფორტულია ძალიან, ანუ წაისვა და ეს მკვდრის ფერი აღარ გვაქვს ხოლმე ძალიან ტუჩზე. ნივეასია და ძალიან კაია მართლა, თან საოცარი სუნი აქვს. შემდეგი ეს არის ორსასმენი. ეს ძალიან ბევრჯერ გამიფუჭდა, დავკარგე და ასე შემდეგ ესეთი ორსასმენები და იმედია რომ ამას არსად აღარ დავკარგავ. რამდენიმე კვირის წინ ვიყიდე ეს და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ შემრჩება. ეს არის საღეჭი რეზინი, რომელიც საცოდავად 1 ცალია დარჩენილი და ამალი, რომელიც სხვათა შორის ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად მჭირდება ხოლმე. ეს არის გამაყუჩებელი დამამშვი, ანუ ყველაფერია საერთოდ. ეს აქეთ მედო, ჩანთაში არ მედო ახლა, იმიტომ რომ ტენილი ძალიან ტელეფონს და რა თქმა უნდა ყოველთვის არის დამტენიც ჩემს ჩანთაში. აქვე გავიმხელთ ჩემს შესახებ ერთ ფაქტს, ანუ რა შეიძლება იყოს ხშირად, ძალიან ხშირად თან 21 წლის გოგოს ჩანთაში. აი ეს ჩანთა არის, არ ვიცი, ყველაფერი აქ. ალერგიის წარმოდან დაწყებული არის დამამშვიდებელი, გამაყუჩებელი, ყველაფერი საერთოდ. ხოდა ჩემეშ ადამიანს სჭირდება, იმიტომ რომ ან პანიკური შეტევა მაქვს, ან შფოთვა მაქვს, ან რაღაცა და მათგება ხოლმე. ეს ჩანთა რა თქმა უნდა ყოველდღიურად არ დამაქვს, თუმცა ხშირად მაქვს მაინც.
ესეთ პატარა ჩანთებში უბრალოდ ვერ ვტევ, თორე ყოველდღიურადაც მექნებოდა ზუსტად ვიცი. სულ ეს იყო მგონი, რაც მინდოდა დღეს მეჩვენებინა. ხო და მიდია მოგეწონათ და თუ და გაინტერესებთ კიდე რამე აუცილებლად დამეწერეთ კომენტარებში და Instagram-ს დაგიწერთ აქ, სადაც ვარ ძალიან ხშირად, ყოველდღიურად ჩემს ამბებს იქ ნახავთ და ძალიან გამიხარდება, თუ გამოიწერთ ჩემს Instagram-ს.